მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 33. ატომის უძრავი ბირთვი დაიშალა სამ ტოლ ნაწილადო, ორი ნაწილი მიფრინავს ურთიერთმართობული მიმართულებით და მათი ჯამური კინეტიკური ენერგია არის S ტოლიო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ მესამე ნაწილის კინეტიკური ენერგია რის ტოლი იქნება. კარგით, ესე იგი ჩავწეროთ მოცემულობა, გვითხრეს რომ ჯამური კინეტიკური ენერგია, ესე იგი E პირველს დამატებული E მეორე ეს არის იმ ნაწილაკის ენერგია, რომელსაც იმპულსი აქვს P1 და ეს არის იმ ნაწილაკის ენერგია, რომელსაც იმპულსი აქვს P2. ეს ტოლი არის S-ო, ხო, ასე გვითხრეს და ამასთან P1 სამ ტოლ ნაწილად დაიშალა და ორი ნაწილი მიფრინავს ურთიერთმართობული მიმართულებით. თუ ურთიერთმართობული მიმართულებით მიფრინავს, მაშინ იმპულსები P1 მართობული იქნება P2-ის, ხო? ეს პირობაც გვაქვს ახლა ჩვენ. და გვეკითხებიან რისი ტოლი არის S3 მესამე ნაწილაკის კინეტიკური ენერგია. კარგით, მოდით პირველ რიგში ჩავწეროთ რა ის ტოლი იქნება E1 + E2 მეორე მხრივ. ეს ხო ტოლი იქნება M. ხო, მოდი ესეც გავითვალისწინოთ. მასები M1 უდრის M2-ს, უდრის M3-ს და უდრის M-ს. ანუ ეს რის ტოლი იქნება M1 V1-ის კვადრატი შეფარდებული 2-თან დამატებული M2 V2-ის კვადრატი შეფარდებული 2-თან, ხო? M1 და M2 მასები ტოლი აქვს, გავითვალისწინოთ და მოდით ახლა რადგანაც იმპულსებზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ეს კინეტიკური ენერგიები რამენაირად იმპულსთან დავაკავშიროთ, ხო? ამისთვის მოდით მნიშნველიც და მრიცხველიც გავამრავლოთ ახლა ჩვენ M-ზე. მაშინ რას მივიღებთ? აქ რომ M-ზე გავამრავლებ და გავყვებთ, მივიღებთ M კვადრატ V1-ის კვადრატი, რაც არის იგივე MV1-ის კვადრატი შეფარდებული 2-თან დამატებული MV2-ის კვადრატი შეფარდებული 2-თან. MV1 არის თვითონ ეს P1-ია, ანუ აქ ჩვენ გვექნება P1-ის კვადრატი. აღოთ აქ M-ებზეც ხო უნდა გაგვეყო. ასე. და აქ გვექნება P2-ის კვადრატი. ხო? ეს ტოლი იქნება P1-ის კვადრატს პლუს P2-ის კვადრატი შეფარდებული 2M-თან. ეხლა დავაკვირდეთ აი ამ სიდიდეს. ეს სიდიდე უნდა გამოვაკვირდოთ რისი ტოლი არის. ამისთვის მოდით გამოვიყენოთ იმპულსის შენახვის კანონი. კერძოდ, იმპულსთა ჯამი გამომდინარე იქიდან, რომ ატომის უძრავი ბირთვი დაიშალაო, ესე იგი ჯამური იმპულსი P1 + P2 + P3 ტოლი ყოფილა 0-ის, ხო? კი ბატონო, რადგანაც უძრავი იყო, უძრავი ბირთვი იყო, შესაბამისად ჯამური იმპულსი 0-ის ტოლი იყო. და აქედან ჩვენ რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგდის, რომ P3 ტოლი არის -P1 + P2, ხო? ეხლა აი ეს ვექტორი და აი ეს ვექტორი ერთმანეთისგან მხოლოდ განსხვავდება ნიშნით, ხო? ნიშნით. მიმართულება აქვს მხოლოდ სხვა, ცალკე ამ ვექტორს და ამ ვექტორს, თუმცა სიდიდით ერთმანეთის ტოლი არიან, ხო? შესაბამისად, აქედან ჩვენ შეგვიძლია ახლა დავწეროთ, რომ P3 მოდულით ტოლი არის P1 + P2-ის, ხო? ასე ბატონო ჩემო, ორი მხარეს თუ ავაკვადრატებთ, რას მივიღებთ აქედან? აქედან მივიღებთ, რომ P3-ის კვადრატი ტოლია. ეხლა გამოვიყენოთ ვექტორთა ჯამის მოდულის ფორმულა. P1-ის კვადრატი ეს ტოლი იქნება P2-ის კვადრატი, პლუს ამას ორჯერ P1 P2 კოსინუს ალფა. სადაც ალფა არის კუთხე P1-სა და P2-ს შორის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მართობული არის. შესაბამისად, თუ მართობული არის, მართობულ კუთხეზე კოსინუსი 0-ის ტოლია და აი ეს ნაწილი საერთოდ არ გვიქნება. აჰა, ესე იგი P1-ის კვადრატს პლუს P2-ის კვადრატი P3-ის კვადრატი ყოფილა. აი აქ რაც გვიწერია. ესე იგი ეს ტოლი არის P3-ის კვადრატი შეფარდებული 2M-თან. P3-ის კვადრატი შეფარდებული 2M-თან კიდევ არის S3 მესამე ნაწილის კინეტიკური ენერგია. მოცემულობით ვიცით, რომ E1 + E2 ტოლი არის S-ი. ესე იგი ეს ჩვენი S3 კინეტიკური ენერგიაც S ტოლი ყოფილა. შესაბამისად, საბოლოოდ პასუხი რომ დავწეროთ ახლა ჩვენ S3 ტოლი ყოფილა S-ი.